დამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტი გიორგი ნიკოლაიშვილი თბილისის მერიას მეტროპოლიტენის სადგურებში სარემონტო სამუშაოების კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებაში ადანაშაულებენ. მჟავანაძის თქმით, თბილისის მერიის უშუალო მითითებით მოხდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება ახმეტელის, წერეთლის, ავლაბრის, რუსთაველის და სხვა მეტრო სადგურებში ისეთი პლასმასის შემცველი მასალით, რომლებიც ხანძრის დროს აალებადია და რომლის გამოყენება აკრძალულია სახანძრო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის გამოძიების მოთხოვნით უფლება დამცველთა გაერთიანება პროკურატურაში განცხადება შეიტანს. რომელიც იყო კითხზე უშუალოდ იმ სპეციალისტ ეს გაკეთა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ის კაპიტალური რემონტი, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაუკეთდეს მეტროსადგურებს, მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობამ და თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ იაფად და სწრაფად გაკეთებულიყო ეს ყველაფერი და თანხების დაზოგვა მოხდა მოსახლეობის უსაფრთხოების ხარჯზე. გამოძიებასთან ვითანამშრომლებთ, რაც ინფორმაცია გვაქვს ჩვენ მთელი დასთან საბუთების არსებობს, როგორ არის ეს, როგორ არ მოწმდებოდა მეტროპოლიტენი, რა მახინაციები მოხდა და დავასახელებთ იმ პირებსაც გამოძიებასთან, საიდანაც აქვს ნაწილი ინფორმაცია.